დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახებს დაავადება ანადგურებს. პრობლემა, რომლის მასშტაბიც მზარდ ტენდენციას აჩვენებს, ტროპიპელაფსმა შექმნა, პარაზიტმა, რომელიც ფუტკრის ოჯახების ძლიერ დასუსტებას და განადგურებას იწვევს. მეფუტკრეები გვუყვებიან, რომ ქვეყანაში დაავადება პირველად 2023 წელს დაფიქსირდა და არაერთი ფუტკრის ოჯახი გაანადგურა. პარაზიტი ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და როგორც მეფუტკრეები ამბობენ, თუ საკითხზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება დროულად ვერ მოხდა, შესაძლოა დასავლეთ საქართველოში არსებული ფუტკრის 50% განადგურების რისკის ქვეშ იყოს. შეიძლება 50% დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახები განადგურდეს ამ დაავადების კუთხით. ეს ალბათ უფრო ივლისის ზაფხულის პერიოდში გამოვლინდება. რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ, ესე ვთქვათ, ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად, რომ სწრაფად მართოთ, რომ ნაკლები ზარალი მიიღოს წელს მეფუტკრემ, განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოზე ითქმის. ჯერჯერობით ეს არის დასავლეთში, არ დაფიქსირებულა ჯერ კახეთის მხარეს, მაგრამ ველოდებით, რომ იქაც რაღაც პერიოდში დაფიქსირდება და ამ დროისთვის უნდა მოვასწროთ, რომ როგორ გავუმკლავდეთ, რომ ვიცოდეთ რაღაც საშუალებები. ფუტკარს დაეტყობა აუცილებლად ამ წელსვე შემცირდება მოსავლები და შესაბამისად სავარაუდოდ თაფლის ფასი გაიზრდება საქართველოში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. მათივე ინფორმაციით მომავალ კვირაში შეხვედრა, სადაც მეწარმეებთან, მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებებზე იმსჯელებენ ჩანიშნულია. მეფუტკრეთა ნაწილი გვეუბნება, რომ პრობლემის შესახებ მათ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უკვე რამდენიმე თვე აქვთ, მაგრამ ჯერ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეთანხმებული არ არის. ფერმერები რეაგირების ტემპებს იწუნებენ და ამბობენ, რომ ზარალი უკვე არის და დროში პროცესი რაც უფრო გაიწელება, შედეგები მით უფრო უარყოფითი იქნება. საჭირო იყო უფრო საინფორმაციო და მომზადება ხალხის, რაღაც სამუშაო ჯგუფების შექმნა და ბოლოს მივედით იქ, რომ ძალიან მომზადებელი შეხვდით ამას. ძალიან მომზადებელი, იმიტომ რომ მეფუტკრე ვეტერინარები ფიზიკურად არა ყავს. სამინისტროში ხა შექმნილი არის მუშა ჯგუფი, ერთადერთი მეცნიერი ყავს, ჩვენთვის აამაყო ალბათ ირაკლი ჯანაშია, რომელიც ხელმძღვანელობით, რომელიც ხა რაღაცა კვლევებს დაიწყებს, მაგრამ კვლევების შედეგებს დადებს ალბათ წლების შემდეგ. და ჩვენ ამ დროს აშვებით. ამიტომ ჩვენ თავაზობთ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება და ფაქტურად ყველა ვისაც ფუტკართან ქონია როდესმე კავშირი, ბოდი დავჯდეთ, მოვილაპარაკოთ, შევქნათ რაღაც გზამკვლევი, რომელმაც შეიძლება სწორ გზაზე მიგვიყვანოს და ჩემი მოლოდინი ასეა, რომ წელს გვექნება მინიმუმ 50% ფუტკრის დაცემა. მეფუტკრეობისთვის ამ დროის მთავარი გამოწვევა ტროპილელაფსოზია, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. პრობლემის გამწვავება ფუტკარს შეამცირებს, თავს გააძვირებს და საექსპორტო პოტენციალს შეზღუდავს, რომელიც ისედაც პრობლემური საკითხია. სფეროს სპეციალისტების შეფასებით მიღმა ამ გამოწვევისა. გამოწვევაა ექსპორტის შეფერხებაც, მათი თქმით ტრადიციული ბაზრების გაზდა, ახალი მიმართულებების ათვისება უნდა მოხდეს. მათ შორის თურქეთის, სადაც ქართულ თაფლზე კვოტა არსებობს, თუმცა მისი გამოყენება ვერ ხდება. სახელმწიფოთა შორის უნდა მოხდეს მოლაპარაკება, რომ დაუშვან ჩვენი თაფლი თურქეთში. აქ სავარაუდოდ ჩვენი აზრით იქაური მეფუტკრეთა გაერთიანების, თურქეთის მეფუტკრეთა გაერთიანების მესვეურები ბლოკავენ სავარაუდოდ. არის კონტრაბანდული ჯგუფები, რომელსაც გააქვთ თაფლი თურქეთში, რაც პირდაპირ კლავს ლეგალურ ბიზნესს. თუ ეს კვოტა ამუშავდება და ამის რეალურ სახეს მიიღებს და თუ ოფიციალურად თაფლის შევა უკვე თურქეთში ხო ფაქტიურად ის კონტრაბანდა ასაცაც დაკარგავს და თავისთავად მოიშლება და ეს პროცესი უკვე რაღაცნაირად გასწორდება და მეზობელთან ნამდვილად უნდა გქონდეს ესეთი ურთიერთობა, რომელიც არის კარგი მომხმარებელი და დიდი მომხმარებელი თაფლის და შესაძლებელია რომ ეს ჯაჭვი აეწყოს. საქსტატის მონაცემებით წელს ქვეყანამ საზღვარგარეთ მხოლოდ 530 კილოგრამი ნატურალური თაფლი გაყიდა, საიდანაც $5,600 შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე $86,200 ღირებულების 13 ტონა თაფლი იყო გადანილი. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანას ნატურალური თაფლის ექსპორტი წლის დასაწყისში თითქმის 96%-ით შეუმცირდა. 2025 წელს ნატურალური თაფლი საქართველოს თებერვალში სომხეთში გაყიდა. 2024 წლამდე კი ქართული თაფლის გასაღების მთავარი ბაზარი ევროკავშირი იყო. ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი პროდუქციის ფასი და დიდი მოცულობებია, რომელსაც ადგილობრივი მეწარმეები შესაბამისად ვერ პასუხობენ.